დიდ ბრიტანეთში წინა საარჩევნო ტელედებატების მესამე დასკვნითი რაუნდი შედგა. დებატები ბირმინჰემის უნივერსიტეტის ყველაზე დიდ აუდიტორიაში მოეწყო და ის პირდაპირ ეთერით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უჩვენეს. სამი წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერის ლეიბორისტი გორდონ ბრაუნის, კონსერვატორი დევიდ კემერონისა და ლიბერალ-დემოკრატის ნიკ ლეგის საუბრის ძირითადი თემა ამჯერად ეკონომიკა და ემიგრაციის საკითხები იყო. ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მწვავედ გააკრიტიკა კონსერვატორების გეგმა, რომელიც წელიწადში ბიუჯეტის ხარჯების 6 მილიარდი ფუნტით შემცირებას ითვალისწინებს. ბრაუნის აზრით, ეკონომიკაში ფულის უკმარისობა მის განვითარებასა და გლობალური კრიზისის შედეგების გადალახვის პროცესს შეანელებს. ამის საპირისპიროდ დევიდ კამერონი საბიუჯეტო სფეროს ეფექტურობის გაზრდასა და საბანკო სექტორზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. კანდიდატებს შორის მწვავე დებატები ემიგრაციის საკითხების განხილვისას შედგა. ლიბერალ-დემოკრატების ლიდერის განცხადებით, ბრიტანეთმა უნდა დააკანონოს იმ ემიგრანტების ბრიტანეთში არსებობა, ვინც ქვეყანაში უკვე 10 წელია იმყოფება და ვინც ინგლისურს ფლობს. ექსპერტების ვარაუდით, ეგრეთ წოდებულ საემიგრაციო ამნისტიის ქვეშ შესაძლოა 1 მილიონზე მეტი ადამიანი მოხვდეს. დევიდ კემერონმა არაევროკავშირის ქვეყნებიდან შესული ემიგრანტებისთვის მკაცრი ყოველწლიური რიცხობრივი ზღვარის დაწესება მოითხოვა. როგორც მოსალოდნელი იყო გორდონ ბრაუნი, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საემიგრაციო პოლიტიკის ხელუხლებლად დატოვების წინადადებით გამოვიდა. ტელედებატების წინა რაუნდებმა ლიბერალ-დემოკრატების ლიდერს მაღალი რეიტინგი მოუტანა. ექსპერტების აზრით ეს ნიშნავს, რომ ბრიტანელები დაიღალნენ ქვეყნის ორი წამყვანი პარტიის პოლიტიკისგან. მით უმეტეს, რომ გორდონ ბრაუნის პრესტიჟი რამდენიმე დღის წინ მომხდარმა სკანდალურმა ისტორიამ დააზარალა, როდესაც ბრაუნს მიკროფონის მოხსნა დაავიწყდა და ერთ-ერთ ამომრჩეველს ვიწრო შუბლიანი ქალი უწოდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მიუთითებს, რომ ახალ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს. კოალიციის შესაქმნელად კი, რაც 1974 წლის შემდეგ არ მომხდარა, რთული მოლაპარაკებებია მოსალოდნელი.